მარტივად და ლაკონურად ვამბობთ. ვისაც გინდათ იყავით ხელისუფლება ის ოღონდ იცოდეთ ხელისუფლების მთავარი ფუნქცია. ხელისუფლების მთავარი ფუნქცია არის რომ შექმნას კონკურენტული გარემო, კონკურენცია იყოს, ანუ ეს არის თქვათ კაპიტალიზმის მთავარი ისა ნიჭი ძალაუფლება, კონკურენტული გარემო და მეორე ადამიანი იყოს დაცული. მოკლედ, ორთავე ეს მუშაობს იმაზე, რომ სახელმწიფოს ფუნქცია არის მოსახლეობის კეთილდღეობა. თავიანთ კეთილდღეობაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ მოსახლეობას უსგაფავს. მაგრამ ვიმეორებ, ეს ახლა ზოგადი ნათქვამია. აი რომ დავაკონკრეტო, კიდევ ერთხელ და ხშირად გავიმეორებ ამას. საქართველოს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და გარანტია ყველაფერი ამის და უკეთესი ცხოვრებისაგან მისწრაფების უფლებას. ვიმეორებ, რომელიც ხდება გარანტი სიცოცხლის უფლების, რომელიც ხდება გარანტი სიტყვის თავისუფლების, რომელიც ხდება გარანტი საკუთრების თავისუფლების, რომელიც ხდება გარანტი, რომ ქვეყანაში იყოს ბრძოლა არა არსებობისთვის, არამედ უკეთესი ცხოვრებისაგან იყოს მიდრეკილი ყოველი ოჯახი და ყოველი ადამიანი. ესაა ხელისუფლება.